საღამო მშვიდობის მეგობრებო, სამწუხაროდ წეღან საჯარო გახდა ჩავწერე და თურმე ხმა არის მის ჩემოძვიფასებო, დავჯდები მერე და როგორღაც გავახმოვანებ, დაურთავ პლუსით ხმას. ეხლა მოვიდით თქვენთან საჯარო გაშლით, რაც ამოვარდება ის და ამ კარტების არევაში აგერ აი კარტები მიცვივა მეგობრებო. კარტები მიცვივა, ნახეთ. მოკლედ ის, რაც წარსულში ტყუილები იყო. მოკლედ დასრულდა მეგობრებო, დასრულდა. კარგით, ნახოთ ეხლა, რასთან გვექნება დღეს, რა საჯარო გაშლა უნდა მოვიტანო ეხლა თქვენამდე, რაზე უნდა ვისაუბრო. აღიარებაზე, გაწმენდაზე, თვალებში ჩახედვაზე სიმართლის და გულის, მოკლედ, გულის ჩაკრებზე. კარგით, ჩემო მეგობრებო. იმედია, ყველანი განწყობილები ხართ ეხლა საჯარო გაშლისთვის. აი, რა უნდა აღიაროთ საკუთარ თავთან? აი, რა არის ის, რაც უნდა აღიაროთ საკუთარ თავთან? აი, რას კარნახობთ გული და გული ერთს კარნახობთ და თქვენ მეორეს აკეთებთ. ღმერთო, რამდენი რაღაცის თქმას ფიქრობს კარტი. ვინ ხართ თქვენ ჯერ პირველ რიგში? პირველ რიგში ვინ ხართ? ვინ მიყურებთ ეხლა? რაღაცას ჩქარობთ, ჩქარობთ ოჯახში დაბრუნებას, ჩქარობთ ოჯახის შექმნას, ჩქარობთ ოჯახზე საუბარს, ყველაფერს ჩქარობთ ყველაფერს და იმიტომ ცვივა კარტები მეგობრებო. ერთ ადგილზე ვერ ხართ, ვერ ჩერდებით. არ შეგიძლიათ ერთ ადგილზე როცა ხართ, ცუდად ხართ, თუ არა და ჩქარობით საქმეს არ გამოგდით და უკვე დაიღალეთ. კიდევ ვინ მიყურებს, როგორი ადამიანები მიყურებენ? ძალიან დიდ პრობლემებში ხართ და ძალიან ისეთ სიტუაციებში ხართ მეგობრებო, რომ ნერვიულობის გამო ვერაფერს ვერ ახერხებთ. თუმცა ხართ ძალიან პრაქტიკული ადამიანები და ძალიან მშრომელები, პაზლებით აწყობთ ცხოვრებას რო იტყვიან. სადღაც გადაადგილებაზე ფიქრობთ მეგობრებო, მამაკაცზე ფიქრობთ უფრო სწორად. თუ ქალბატონები მიყურებთ, მამაკაცზე ფიქრობთ. კიდევ როგორი ადამიანები მიყურებთ? მამაკაცი ვახსენე და ადამიანზე, რომელმაც ჩაგამთვარათ, ადამიანზე, რომელმაც დაგპირდათ ბრძოლა და მთვარეში შეგიყვანათ და აი მაინც მის მოსვლას ელოდებით. თუმცა ძალიან კარგად იცით, რომ თქვენ გაქვთ ძალა ყველაფრის. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ესეთი იყო მოკლედ ახასიათება და თუ კი ემთხვევა თქვენს ახასიათებას და ენერგიებს, გააგრძელეთ ყურება. არ მინდა რომ კიდევ ეს გაშლა, საჯარო გაშლა რაღაც წამეშალოს, არ ვიცი რა ხდება. მოკლედ, რას კარნახობთ გული, რა უნდა აღიაროთ საკუთარ თავთან, რა არის ის? ის უნდა აღიაროთ, რომ თქვენ ხართ ძალიან ძლიერები, თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ. ის უნდა აღიაროთ მეგობრებო, რომ აი ამ პაჟებს და ამ საკით პატარებს, შეიძლება ადამიანი დიდი იყოს, მაგრამ საქციელით პატარა იყოს, პატარა ბავშვის საქციელებით იყოს. ადამიანებს, რომლებიც თქვენთან ბავშვური საქციელებით შემოიფარგლებიან, უნდა მოიშოროთ. იმიტომ რომ ძნელ სიტუაციაში გაყენებენ. აი ეს უნდა აღიაროთ, რომ აი ესეთ ადამიანებთან საქმე არ უნდა დაიჭიროთ კიდევ. ვის უნდა აღიაროთ, რომ სამყარომ ჩამოგაშორათ ესეთი ადამიანი და თქვენ შეხვედით სტაბილურობაში, იმდენი უძილობა გქონდათ, იმდენი გაწევ-გამოწევა გქონდათ, სულ ემალებოდით, სულ გაურბოდით, სულ მოკლედ თუ თქვენი პარტნიორი გაურბოდა ამ ყველაფერს, თქვენ შეგიყვანათ გაურკვევლობაში, ღამის უძილობაში, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ დღეს რაღაც რთული დღეა. მაგრამ არა უშავს, ვიმედოვნებ, რომ იწერს. კი, ადამიანი, რომელმაც შეგიყვანათ სამკუთხედებში, აი ესეთი ადამიანი ჩამოგაშორათ სამყარომ და თქვენ ეს უნდა აღიაროთ. თუმცა ეს უკვე თქვენ ძალიან კარგად იცით. თქვენ უკვე მიხვდით ყველაფერი, ჩემო ძვირფასებო. თქვენ უკვე მიხვდით კიდევ. აი როგორი ძლიერი ადამიანები მიყურებთ. თქვენ ხომ მოკლედ არ ვიცი ძვირფასებო, თქვენი ოცნებები უკვე ახდება, თქვენ ამასაც გრძნობთ, თქვენ ეხლა ხართ ძალიან დიდ გაურკვევლობაში, ძალა გამოლეულები ხართ. ვერ ხვდებით საით მიდის თქვენი გზა, თუმცა მიდიხართ, ნახეთ საით მიდის თქვენი გზა და აი ოჯახის სიმშვიდებამდე მიდიხართ მეგობრებო. აი აქეთკენ მიდიხართ.
სამყაროს და უფლისყალობით. აღიარეთ, ყველაფერი აღიარეთ. მიიღეთ თქვენი ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. მიიღეთ ისიც, რომ სადღაც დააშავეთ, სადღაც წაიქეცით, სადღაც გზიდან გადაუხვიეთ, მაგრამ არა უშავს მეგობრებო. ჩვენ ხომ ჩვენს შეცდომებზე ვსწავლობთ. სხვისი შეცდომებით არა, ჩვენი შეცდომებით მეგობრებო. კი, აი, ნახეთ. კიდევ ის, რომ გაურკვევლობაში თუ კი ხართ ახლა ადამიანზე, ეს ადამიანი იცოდეთ, რომ არის ძალიან ცუდად და მას აქვს ძალიან ბევრი პრობლემები. თუ მანდილოსანი მიყურებთ თქვენს პარტნიორს და თუ მამაკაცი მიყურებთ, მოკლედ თქვენი პარტნიორი, არ აქვს მნიშვნელობა ახლა ვინც მიყურებთ თქვენს პარტნიორს, რაღაც პრობლემები აქვს და ძალიან ცუდად არის. თუმცა მოსვლა უნდა, წასვლა უნდა ამ ადამიანს, გამგზავრება უნდა ამ ადამიანს და ეს ადამიანი უკან არ დაიხევს. ჩემო ძვირფასებო, ასე რომ აი აქამდე მიდიხართ. ჩვენ ახლა რადგან თქვენზე ვსაუბრობთ, ვინც მე მიყურებ ახლა შენ, ამიტომ იცოდე რომ ის რაზეც ნერვიულობდი, ეს ადამიანი ახლა ძალიან ცუდად არის, თუმცა მოსვლა ჩანს. მოსვლა ჩანს, იმიტომ რომ ფიქრობს ამაზეც და უკან არ დაიხევს იმის გამო, რომ თქვენამდე მოვიდეს. კარგით, მოდით მეორე ჩემი დასტით გავაგრძელებ ახლა. ვინ ხართ თქვენ ამ ადამიანისთვის, ამ ჩაფიქრებული ადამიანისთვის? აი როგორ გაღიარებთ, როგორ ადამიანად მიგიჩნევთ თქვენთვის ჩაფიქრებული ადამიანი, აი ამ შემთხვევაში ახლა ამ კარტიდან გამომდინარე. ოხ, მეგობრებო, ეს არის კარგიც და ცუდიც, ანუ მიჯაჭულია თქვენთან, ეს ადამიანი ძალიან მიჯაჭულია თქვენთან. კიდევ ის, რომ ბალანსში უნდა რომ მოიყვანოს საკუთარი თავი და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. კიდევ ის, რომ თქვენ ხართ მისთვის, აი ეს ადამიანი ამბობს, რომ თქვენ ხართ მისი ბედი. ეს ბედის წერის კარტიც არის. თქვენ ხართ სასწაული, თქვენ ხართ ძალიან გულთმისანი, თქვენ ხართ მაგები თქვენი ცხოვრების და ამ ადამიანმა კარგად იცის ის, რომ თქვენ რა შეგიძლიათ, თქვენი შესაძლებლობები ძალიან კარგად იცის. რომ ჯადოქარი ხართ, კარგი განწყობით, თქვენ რაც გინდათ, ყველაფერს აღწევთ. ძალიანაც კარგი. კიდევ ესეც უნდა აღიაროთ. კიდევ ის, რომ ჩემო მეგობრებო, ინიციატივას აიღებს თქვენი პარტნიორი. და ის, რომ გამოიჩენს გულისხმიერებას ეს ადამიანი, მოიფიქრებს რა გააკეთოს, როგორ გამოვიდეს აი ამ ლაბირინთებიდან, ეხლა რა სიტუაციაშიც იმყოფება, ან და თქვენი სიტუაცია რა სიტუაციაშიც და რა მდგომარეობაშიც არის, თუ კი საჭიროა ფინანსები, ამ ფინანსებსაც გამოიმუშავებს, რაღაცას მოიფიქრებს, მოახერხებს, აქ არის რაღაც დაბანდული ფული, რომელიც ამ ადამიანმა დაკარგა და ამის გამო ვერ მოდის თქვენამდე, ეს იცოდეთ. ეს ფინანსებია ამ შემთხვევაში. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ეს ადამიანი მოახერხებს და ინიციატივას გამოიღებს და გამოიჩენს, რომ თქვენამდე როგორღაც მოვიდეს. კიდევ რა უნდა იცოდეთ. ძალიან სასიხარულო ამბავს გაიგებთ. მეგობრებო, იმას გაიგებთ, რომ თქვენი სურვილები ხდება და თქვენი სურვილები ახდება. იმიტომ რომ თან ჩქარა, ნახეთ, აი თქვენი ოცნებები, თქვენ დაიკავებთ გასაღებს. თქვენ ნახეთ, აქაც გასაღებია და აქაც გასაღებია, აქაც მეგობრებო და თქვენ სურვილებს აისრულებთ, იმიტომ რომ აქ ანგელოზები გფარველობენ. ასე რომ არი ნერვიულოთ. ის რაც ჩამოწერილი გაქვთ, ის რაც თქვენ გინდოდათ, ის რაც აქამდე იშრომეთ და ეს პირველ დასტაშიც ითქვა რომ მეგობრებო, ყველაფერი ეს მოდის თქვენ და სასიხარულოდ. ეს ყველაფერი შეიძლება თქვენ და სასიხარულოდ. ასე რომ არაფერზე არი ნერვიულოდ. დამშვიდდით, შვიდად იყავით, მიიღეთ ის სიტუაცია ზუსტად წეღან რაც გითხარით, როგორიც გაქვთ ეხლა ცხოვრება, რაც გაიარეთ, რაც გადალახეთ, რაც იყო თქვენ ცხოვრებაში. ეს იყო გამოცდა და ეს იყო ის, რომ თქვენ ეს გზა უნდა გაგევლოთ, მეგობრებო, რადგან თქვენ ამ გზის გავლით ნიჭი შეიძინეთ, ნიჭიერი გახდეთ, აი რაღაც შეიძინეთ, აი რა შეიძინეთ, როგორ მინდა თქვა, აი ის, რომ თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ, აი რაღაცნაირად მინდა რომ გითხრათ და რჩევა სამყაროდან.
ის რაც თქვენ თხოვეთ უფალს ეს ყველაფერი ხდება. აი ეს ყველაფერი მოდის თქვენთან. ის რაც თქვენს ცხოვრებაში უნდა მოსულიყო და თქვენ ამ ყველაფრით ამოისუდგებთ და დაისვენებთ მეგობრებო, არ ინერვიულოდ. ყველაფერი ძალიან კარგად გექნებათ. მე კი მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და დროებით.